მე ვისურვებდი დღეს რომ ცოტა უფრო სხვა თემებზე გველაპარაკა მაგაზეც ვისაუბრებ. კი, უბრალოდ შეუძლებელია გვერდი ავუაროთ ამ ყველას. ზუსტად ამასთან კავშირში ხარ, რასაც გაგცემთ ზუსტად რომ აი დღეს რო ეხა ვუყურებდი დღის წესრიგს რა არის ოპოზიციურ ფლანგზე, რომ იქ ალიანსმა სააკაშვილს უპასუხა, იქ ვიღაცამ კიდე რაღაცა თქვა, ვიღაცა აი წარმოუდგენელი რაღაცა არის, იმიტომ რომ მე სანამ თქვენთან მოვედი ეხლა ეთერში, ვიყავი ვარკეთილში მრავალშვილიან ოჯახთან, რომელიც მიყვებოდა იმას, რომ მათი შემოსავალი არის თვეში და სულ რაღაც 500 ლარი, ბავშვები ყავთ სკოლის მოსწავლეები და ვერ ახერხებენო დღეში 5 ლარი უბრალოდ ბავშვს გაატანონ სკოლაში, რომ ბავშვი მშიერი არ ყავდეთ. ანუ შექმნილი თქვენი დღის წესრიგი. აი ალიანსში შემავალია მაგალითად თავისუფლების მოედანი და ის მუდმივად ცდილობს ასეთი ტიპის თემებისგან იყოს დისტანცირებული და თავისი საარჩევნო მათ შორის მე თუ ვინმეს საკომუნიკაციო კამპანია აწარმოებს. ნაციონალურ მოძრაობას ამხელა გამოცდილება აქვს, რატომ არ შექმნის ამ დღის და გეთანხმებით ნაციონალურ მოძრაობაზე ამ წუთას არ ვსაუბრობ, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა პირველი იყო მათ შორის ამ 14 წლის განმავლობაში საერთოდ ურამეზე ლაპარაკობდა მათ შორის კორუფციულ სქემებზე და ეხლაც რო ნახოთ ფასებთან დაკავშირებით და კარტელურ გარიგებებზე და კორუფციაზე და უფასოკვების პროგრამა მათ შორის პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის იდეა იყო და ჩვენ გამზადებული პროექტი დაუტოვეთ იმისთვის რომ ბავშვებს სკოლაში არ ეშიმშილათ უბრალოდ ჭირდებოდათ რომ ამის პოლიტიკური ნება გამოეჩინათ და მათ შორის მოსახლეობის პრობლემებზე და მუდმივად აქვს ნაციონალურ მოძრაობას შეხვედრები რეგიონებში და ასე შემდეგ. აქ ნაციონალურ მოძრაობაზე არ მისაუბრია, მე სხვა რაღაცა ვთქვი ახლა, რომ არც არავისზე ახლა ალიანსში შემავალ პარტიებზე არ მოქმედებს ეს რაღაც ნორმალურად, რომ თავარი თემა არის ეს რაღაცა განხილვები და მართლა ძალიან გულწრფელა დავიწყო. მართლა იმიტომ რომ განსახილველი, რა თქმა უნდა და მე იმიტომ რომ განსახილველი გვაქვს უამრავი 14 წლის განმავლობაში ქვეყანა არის კორუფციაში, ქვეყანა არის უბედურებაში, აი ახლა მრავალშვილიანი ოჯახი რომ მეუბნება რომ ბავშვი დილით მეშინია რომ სკოლაში გაუშვა, იმიტომ რომ დღის განმავლობაში ბავშვი ცუდად ხდება შიმშილისგან. ამაზე დიდი პრობლემა რა შეიძლება სახელმწიფოს კონდეს და ვინმეს კონდეს საერთოდ, ხო? და ელექტროენერგიის საფასური ხო მიიღეს საქართველოს მოქალაქეებმა, ხო? აი კარტელური გარიგებების შედეგად აბა რამდენია და მაღაზიაში რო შედიან, უბრალოდ პროდუქტების ფასებზე რა ხდება, ხო? დღითიდღე უარესდება და დღეს სტატისტიკა გამოქვეყნდა, რომ საქართველოს მოქალაქეების უდიდესი რაოდენობა გადის ამ ქვეყნიდან, ხო? ყოველწლიურად გადიან საქართველოს მოქალაქეები და გადააჭარბა უკვე 900,000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე არის ქვეყნიდან გასული საუკეთესო გენოფონდი. ეს არის თავარი, რაზეც ნაციონალური მოძრაობა არის აქცენტირებული, ეს არის თავარი რის ირგვლივაც უნდა ტრიალებდეს ალიანსიც და ვისურვებდი რომ ესე იყოს. ახლა მე არ რახან აი ეს თემა გვინდა რომ ამაზე ვისაუბროთ. მე მეტნაკლებად ვეცდები რომ გავცეთ. კი, მეტნაკლებად ვეცდები რომ მოძრაობა ალიანსში მიხეილ სააკაშვილის მიუხედავად იმიდან რომ ვიცი რომ მათ შორის თქვენი დიდი სურვილი არ იყო ამ ალიანსში გაწევრიანება და ისეთი სკეპტიკურად უყურებდით ამ პროცესს და ახლა ისე გამოდის რომ თითქოს თქვენმა რჩევამ გაამართლა, მაგრამ ალიანსში რჩებით და როგორ გირჩევნიათ, რა უფრო კომფორტულია თქვენთვის, რა ჯობია ოპოზიციისთვის, ნაციონალური მოძრაობისთვის, ამ ქვეყნისთვის, ამ მიმართულებით ვისაუბროთ. მე კი ბატონო, მე ესე ვიტყო, მე ესე გაგცემთ ამაზე პასუხს. პირველი რომ მე შემთხვევით არ მithქვამს ეს სიტყვები, რომ ფრთხილი ოპტიმიზმით უყურებთ თქო ალიანსი რო შექმნა მაშინ, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, იმიტომ კი არა რომ მე ერთობის არ მჯერა, მე მჯერა ერთობის და მჯერა რომ გაერთიანებული ძალებით არის შესაძლებელი რეჟიმის დამარცხება. მაგრამ მე სულ ამბობდი რომ რაღაც ეს არ შეიძლება იყოს რაღაც ხელოვნური ერთობა და ძალიან კარგად გამოხატა პეტრე ცისკარიშვილმა ჩვენმა გენერალურმა მდივანმა აი რაღაცა კუკავიზაციის პროცესი რო არ იყოს რაღაც პოლიტიკური პარტიები რო იკრიბებიან ხოლმე მარტო ლაპარაკობენ ერთმანეთს განცხადებებით ელაპარაკებიან და იმის იქით არ გადის ხოლმე რაღაც ხო რაღაცა ნამდვილი ერთობა რომელიც მოტივირებული იქნება ერთიან ქმედებაზე და ასე შემდეგ მე გეთანხმებით მე არ ვთვლი ხა რომ მესმა და ყველა იმ პარტიაში ამას განხილვა რო იყო ალიანსში შესვლასთან და არ შესვლასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია იყო რადიკალურად განსხვავებული პარტიის პოზიციისგან და მიხეილ სააკაშვილი მთავარი ინიციატორი იყო მათ შორის რომ ალიანსში ჩვენ ყოფილიყავით და პარტია ცხადია დაეთანხმა ჩემი პოზიცია იყო აბსოლუტურად განსხვავებული. მე ვამბობდი რომ ერთობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ვთვლიდი რომ აი ეხლა არის ის რომ ჩვენ აუცილებლად სადღაც უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ მე ჩემი არგუმენტი მქონდა ამასთან დაკავშირებით. აი იმიტომ რომ აი აქამდე აი ეხლა ეს ხდება თუნდაც, ხო? ეს ძალიან მარტივი. ანუ თვითონ ალიანსის დანარჩენი წევრები 8 პარტია, პირდაპირ ვთქვათ რა, ქალბატონო, 8 პარტია ამბობს რომ დაარღვია მიხეილ სააკაშვილმა დაწესებული ნორმები. და სად ნახეს ეს სად ნახეს ეს მაინც? სტატუსში, სადაც ადვილად წაიკითხეს ნიკა მელიას რომელიმე მათგანი, არა, ერთი წუთი სად წაიკითხეს. ჯერ ერთი სტატუსი, რომელიც გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილმა
მიღწევმა მიხეილ სააკაშვილმა თავისივე სტატუსში მეორეში განმარტა, რომელსაც ნიკა მელია მათ არ უგულისხმია. ეხლა ვიღაცა თუ რაღაც განსაკუთრებული უნარით არის დაინახეთ იქ თუ კიდე სხვები. მე დავინახე ზოგადი პრობლემა და მე დავინახე რომ ზოგადად საუბრობდა, იმიტომ რომ რას ეს აქცენტს აკეთებდა იმ სტატუსში, ეგ შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო მელიასთანაც და ბევრ სხვა პოლიტიკურ ლიდერთანაც, იმიტომ რომ ბევრი პოლიტიკური ლიდერი მინახავს მე 14 წლის განმავლობაში თეა, მათ შორის ისეთები, ვინც ახლა ალიანსში არიან და ბევრად ადრე გავიდნენ, ვიდრე ნიკა მელია, ვინც დადიოდნენ და ნაციონალური მოძრაობის სახელით ლაპარაკობდნენ. თქვენი აზრით რა ეწყინათ მაშინ? არა, ეს უბრალოდ რა პროცესია არის? თუ ეს არც ნიკა მელია იყო, არც ხვები, არც ზოგადად ყველა თვითმფრინავი და მაშინ რატო გაბრაზდა 8 დანარჩენი პარტია და რატომ გააკეთა? და ჩემს ასაც ვიტყვი, მე როგორ წარმომიდგენია შემდეგ ნაციონალური მოძრაობის განვითარება და ამის ცალკე. მოდი ეს ვთქვათ, რომ თუ ვიღაცას გონია, რომ ციხეში მჯდომ მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც ამ ხელა დამსახურება ქვეყნის წინაშე და ქვეყნის წინაშე დამსახურებასაც თავი რო დავანებოთ. დღეს მიხეილ სააკაშვილზე უფრო დიდი წონის და რეიტინგის რომელი პოლიტიკური ლიდერი გეგულებათ, ან ეგულება ვინმეს? აი უბრალოდ ვისაც პერსონალური ხმები აქვს, აი დამისახელონ ოპოზიციურ ფლანგზე ვინ არის ესეთი. აი ვინ არის არ არსებობს ესეთი. ნახე, ეხლა თუ ვინმე წარმოუდგენია, თეა, რომ მიხეილ ამბობთ, რომ არსებობს ოპოზიციური ცენტრი მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით და არსებობს ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილის. ეს არის მოცემულობა, არანაირ ცენტრს არ ვიზახი, ამ წუთას ვიზახი, რომ ბიძინა გასაგებია ვიცით და ამ წუთას მითხარით მეორე, ან მითხრა თვითონ, ნებისმიერმა, რომ მიხეილ სააკაშვილზე უფრო წონიანი პოლიტიკური პერსონა ოპოზიციურ ფლანგზე ისტორიულ მასშტაბს რო შევხედოთ მისი გაკეთება. ამითი რას არ არის, გეტყვით რასაც. არ არის, ხო? ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ადამიანი, რომელიც არის რუსეთის ტყვე, რომელსაც უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი. თეა, უვადო პატიმრობა, რომელსაც არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი ოჯახის წევრები ინახოს. ხე? როგორ წარმოგიდგენიათ ეხლა, რომ ვიღაცამ რევიზია დაუწესოს მიხეილ სააკაშვილს პოსტი როგორ დაწეროს, დღეში რამდენჯერ გამოაქვეყნოს, სად წერტილი დასვას, სად მძიმე დასვას, მერე დამატებითი განმარტებები აკეთოს, იქ ვინ იგულისხმა და ვინ არ იგულისხმა. უკაცრავად ეხლა წარმოუდგენ ვინ დანიშნა, ვინ დაინიშნა სააკაშვილის ცენზორად. ეს იყო აქ ყველაზე მთავარი. ანუ თუ განმუხტვა იყო საჭირო სიტუაციის ძალიან მეორეც შემავპარტიებზე პრობლემად თუ საერთო განცხადება. ყველა საერთოდ ის რაც მოყვა მე კონკრეტული განცხადებები, ზოგიერთი აი მაგალითად ბატონი ჩაჩანიძე ამ მგონი გვარი ზუსტად არ მახსოვს და ადამიანების ეს საერთოდ წარმოუდგენელი იყო ქართული ოცნების რიტორიკა იყო, მაგრამ ნუ აი თუ მაგალითად აი თუ ამბობენ რომ წესების დარღვევა, მაშინ მოდი ესე ვთქვათ, ხო? თუ ამას მიუყვეთ, რომ მაგალითად დაირღვა წესები. მეორე პოსტში განმარტა ადამიანმა, პატიმარმა ადამიანმა განმარტა და თქვა, რომ არ მიგულისხმია და ბევრ ვიღაცაზე მქონდა აქცენტი გაკეთებული და თუ განმუხტვა იყო სიტუაციის, მაშინ ალიასის ის განცხადება განსამუხტად ნამდვილად არ იყო. იყო დაგმობის განცხადება და თქვენ რომ ნახოთ შექმნიდან დღემდე ალიანსის განცხადებები 5 განცხადებიდან 2 აქვს მიძღვნილი ნაციონალური მოძრაობის დაგმობისთვის და ეს არ არის ჯანსაღი. არასად ეხლა თქვენ გკითხეთ რომ დატოვებთ თუ არ დატოვებთ ალიანსს. გააკეთა ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავისი განცხადება. ნაციონალური მოძრაობა ეხლა არანაირ დემარში რაღაც გამოსვლას, სადმე შესვლას არაპირებს ნამდვილად. ჩვენი პოზიცია არის ძალიან ცხადი, რომ ჩვენ ყველა ბრძოლაში ვიქნებით, სადაც იქნება ბრძოლა. ნამდვილი ბრძოლა სადაც იქნება და არ იქნება რაღაც ესეთი ურთიერთგარჩევები და მე რასაც ვხედავ გულწრფელად რო გითხრათ და მე დავეთანხმე პრეზიდენტ სააკაშვილს მისი სტატუსები ამ ბოლო დღეების სტატუსებს, თუმცა მგონია რომ ბევრად ადრე უბრალოდ მიშა არის ყველა იმ ადამიანისთვის ვის მან იცნობს არის ძალიან მიმტევებელი ადამიანი, თორემ მას ბევრად ადრე უნდა ითქვა სიმართლე, მათ შორის იმ ადამიანებზე, ვინც პერსონალურად ის დააზიანეს, მათ შორის 2024 წელს დაჩანდა. ბევრი ვიღაცას გულისხმობ, არ დავაკონკრეტებ ახლა, მაგრამ ბევრ ადამიანს გულისხმობ. ბევრად ადრე უნდა ითქვა ეგ სიმართლე, მაგრამ მისი პოზიცია ყოველთვის არის ის, რომ ეხლა რაღაც ამ გარჩევებზე უფრო მნიშვნელოვანი არის საერთო საქმე და არის ის, რომ ეს ქვეყანა გადარჩეს, სულ ესე უყურებდა პროცესებს. ახლაც ესე უყურებს, თორემ ისინი რას ამბობენ, იცით, ანი ციხეშია ნიკა მელია და ამიტომ გამოვესარჩიოთ ჩვენ მას რომ ვერ პასუხობს და ამიტომ ვინც თავისუფლებაზე ვართ ეს ადამიანები პასუხობს და ვიცავთ ჩვენი პარტიის ლიდერს. პირველ რიგში ანუ ეს არის მათი არგუმენტაცია ამ დავავიგე და ეხლა მე უბრალოდ რო იყვნენ აი ვკითხავ თქვა ადამიანმა რომ ნიკა მელია არ მიგულისხმიაო. მეორე სტატუსი დაწერა რომ არ მიგულისხმიაო ნიკა მელიაო, ხო? იმის შემდეგ ნახეთ ჩვენ ეს გავრცელებული განცხადება და იმის შემდეგ არ გაჩნდა კიდე ეს კომენტარები, ხო?
ეხლა თუნდაც კომენტარები მას შემდეგ გაჩერდა მე რასაც ნუ კომენტარები გააჩნია რომელი კომენტარები ეხლა მთად რო ხოცებს და იმსგავსდნენ რაღაცები და ხო ეს მე მანამდე იყო საერთოდ და ის წაშალა თვითონ ის წაშალა მე კი მეორე იმის შემდეგ პოსტის შემდეგ მაგრამ სხვა რაღაცები ხო იყო კიდე სხვა კომენტარები და ალიანსის განცხადება მოყვა შემდეგ კიდე მაგ მეორე განმარტების პოსტის შემდეგ ანუ ხო ჩვენ თუ ესე მე გულწრფელად რო გითხრათ მე ეხლა ჩემი პარტიის სახელით პოლიტიკური კინკლაობა არ არის სწორი და ეს რა ხომარჯობია ასეთ დროს უფროსმა მოიწმინოს არა ეს ნაციონალურ მოძრაობას და მიხეილ სააკაშვილს ეს შენიშნა ნაციონალურ მოძრაობას და მიხეილ სააკაშვილს არ ეხება იცი რატო ამიტომ 14 წლის განმავლობაში თუ ვინმე მithმინა ყველანაირი უბედურება მათ შორის დეზინფორმაცია ტყუილი დანის ზუგში ჩარტყმა ეს იყო მიხეილ სააკაშვილი ისეთი ადამიანებისგან ვინც გამოზარდა სხვათა შორის გამოზარდა და ბევრი ისეთი ადამიანი ვინც მიხეილ სააკაშვილზე კომენტარს აკეთებდა ძალიან არ მინდა ხოლმე ამას შევყვერა იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეები მიყურებენ და ზუსტად ვიცი რომ ეხა სხვა პრობლემები აქვს და არ ჭირდებათ ეს გარჩევა მაგრამ ეს უნდა ვთქვა მიხეილ სააკაშვილმა გამოზარდა ოპოზიციური სპექტრის უდიდესი ნაწილი ვისაც ეხა მიშას კომპლექსი აქვს მათ შორის და ისეთი ადამიანები იძახიან მიშას ერთპიროვნულ მმართველობაზე რომლებიც გაიზარდნენ მიშას პირობებში მიშას რესურსით მათ შორის ადამიანური რესურსი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა და არ არის უბრალოდ სწორი ეს მიხეილ სააკაშვილს არ აკნინებს ეს აკნინებს ყველა იმ ადამიანს ვისაც ეს კონფრონტაციის რეჟიმი რა თქმა უნდა ამიტომაც უნდა შეშოს სხვა მნიშვნელოვანი საკითხებია თქო ეხლა რანაირად შეიძლება ამ ხელა ალიანსის მთავარი რომელსაც მე გულშემატკივრობ მიუხედავად იმისა რომ ესე ფრთხილი ოპტიმიზმით უყურებ და ამ მოვლენების შემდეგ მაინც სკეპტიკურად უყურებ ეხლა უფრო მაინც გულშემატკივრობ ამ ალიანსს ხო რანაირად შეიძლება რომ იმისთვის იცვლიდეს ალიანსი ეხლა რომ რევიზიას რა აზრს ხედავთ ასეთ სიტუაციაში ნაციონალური მოძრაობის ალიანსში დარჩენა. ნაციონალურ მოძრაობა იღებს ეს გადაწყვეტილება ყოველ შემთხვევაში რაც დღეს ფორმულირებული არის უკვე თქვი რომ არსაიდან არ გამოდის და რჩება ალიანსში, თუმცა არც მიშა აპირებს რომ პირი ამოიჭეროს და არაფერი არ წეროს და ხუთმაგ ტყვეობაში იყოს კიდე და იქ პოსტების რევიზია მოხდეს. მისი მე შემიძლია გითხრათ ჩემი პერსონალური პოზიცია, მე როგორ ვუყურებ საერთოდ ნაციონალურ მოძრაობას ოპოზიციურ ალიანსში? იცით რა, საერთოდ თავარი პრობლემა ოპოზიციური სპექტრის, მათ შორის წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, რატომაც ბიძინამ მოახერხა და წაგვართო ჩვენ არჩევნები ის იყო, რომ არც ერთ ოპოზიციურ ფლანგს არ უმუშავია ქოცების ხმებზე. ყველამ იმუშავა ნაციონალური მოძრაობის ხმებზე. ყველამ სხვადასხვანაირად. ვიღაცამ ფულით, ვიღაცამ იმის დარწმუნებით, რომ მე მაინც მიშას მეგობარი ვარ და გასული ვარ და მაინც ბედავეხმარები, ყველა მიშა სახელის გამოყენებით. ეს შემიძლია ვთქვა. მე საარჩევნო ველზე ვარ 14 წელია ვატარებ საარჩევნო კამპანიას. მე ეს ბევრჯერ მინახავს, 2016-ში მინახავს, როდესაც ევროკოცები გავიდნენ და ეხლაც ვნახე. ამიტომაც კი არის, ნახეთ, სანამ ვერ მიხვდება ოპოზიციური სპექტრი, მათ შორის რომ უნდა მოიშორონ მიშას კომპლექსი, იმიტომ რომ მიშას აკაშვილს ვერ გააქრობენ, მის ამომრჩევლს ვერ გააქრობენ, მიშას მასშტაბს ვერ გააქრობენ. ამიტომაც უმჯობესია რომ საერთო საკითხებზე კონცენტრირდეთ და ბოლოს მინდა ვთქვა, მე როგორ უყურებ პერსონალურად ანა წითლიძე, ჩემი პარტიის პოზიცია აბსოლუტურად განსხვავებულია, მაგრამ ჩემზე რო იყოს დამოკიდებული, მე გეტყვით, ჩემზე რო იყოს დამოკიდებული ნაციონალური მოძრაობა, ამ ეტაპზე საერთოდ არანაირ ალიანსში არ უნდა იყოს, არანაირ გაერთიანებაში, ნაციონალური მოძრაობა უნდა მიყვეს თავის გზას, სანამ ამაში ვარ, გააძლიეროს თავისი სტრუქტურული ორგანიზაციები მათ შორის, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა, აი იქ 8 პარტია ვინ ზის, ეხლა ყველას ხმები რო შეკრიბო, ყველას ხმები რო შეკრიბო. მაგაზე უფრო დიდი პარტია და ხა იქ გაყალბებული მაჩვენებლების მიუხედავად, ახლა ბოლო არჩევნებმა ეს არაჩვენა. არა, გაყალბებული არჩევნები არა, ჯერტი გაყალბებულ არჩევნებს არავინ არ აღიარებს ეს ერთი, მეორე მაგ გაყალბებული არჩევნებითაც კი თუ დააკვირდებოდით დიდი სხვაობა არ იყო, ზუსტად ის 0.1 ჭირდებოდა ბიძინას რომ დაესვა გილაურის ხელით კონკრეტული ადამიანებისთვის რომ ნაციონალური მოძრაობის წინ ყოფილიყვნენ. ამიტომაც ის 0.1-იც ესე იყო შეთანხმებული, ამაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული, მაგრამ ხარა მინდა ვთქვა, ყველაზე მთავარი, რომ აი იქ ეხლა სულ რომ 8 პარტია აიღოთ და სულ არაფერი ვთქვათ იმაზე, რა ქვია, ახლებზე რომლებსაც იქ ვინძიან იმათგან განსხვავებით, მარტო რაღაც პარტიული ორგანიზაციები და ადამიანური რესურსები ყავთ მაინც რა. აი ეს რავი, სადმე გაზომილა ამ ხალხის რეიტინგი არჩევნებზე? მიხეილ სააკაშვილს რომ უკერავენ პირს და ეუბნებიან, რომ ეს არის ლაპარაკო, ის არის ლაპარაკო. სადმე გაზომილა? ეხლა ჩემი დიდი პატივისცემა ევროპულ საქართველოს გიგი წერეთელს, კაკო ბობოხიძე და ასე შემდეგ. რამდენი პროცენტი აქვს, ხო ვერ მეტყვით, რამდენი პროცენტი ქონდათ? ან მეორე აქეთ მის მეორე პარტია არ მახსოვს კიდე მათი ფედერალისტებს რამდენი პროცენტი ქონდათ ჩემი დიდი პატივისცემა ყველას ხო ანუ ამას რატომ ამბობ ეროვნულ-დემოკრატიული ჩემი უდიდესი ისტორიის პარტია არის
ძალიან დიდ პატივს ვცემ მის ახლანდელ თავმჯდომარეს და მის გარდაცვალ თავმჯდომარესაც ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ უკაცრავად ეხლა მართლა, როდესაც რაღაცას ვეწონები, ხო, მაგრამ თქვენ რომ თანხმობა განაცხადეთ ამ ალიანსის შექმნაზე, ეს ნიშნავს, რომ თანაბარუფლებიანობას აღიარებთ. მე გეთანხმებით, რომ მიხეილ სააკაშვილი ცალკეა და განარჩენი ლიდერები ნაციონალური მოძრაობის რესურსი გამოიყენოს პრეზიდენტი იყო. ანუ ნახე საბოლოოდ რა ხდება? 9 წლიანი უდიდესი გამოცდილება აქვს ამ ქვეყანას. და ყველაზე მეტი ამომრჩეველი ყავს გაყალბებული ივანიშვილის არჩევნებითაც და მიუხედავად გილაურის 40 მილიონისა დღესაც და რაც უფრო 2024 წლიდან დღემდე მისი პერსონალური მხარდაჭერა და ნაციონალური მოძრაობის გაზრდილია, ამიტომ რომ აი ამ პერიოდშიც კი ძალიან ბევრი ადამიანი რესურსი გაქვთ იმისთვის რომ ცალკე იყოთ, ცალკე აშენოთ თავიდან, არაერთხელ დაშლილი ნაციონალური მოძრაობა. ცალკე როცა ვამბობ, მე არ ვიზახი რომ რაღაცა ეს ხო პოლიტიკური სიტუაცია ცვალებადია, ხო, ჩვენ არ ვართ ეხა რაღაცა საარჩევნო გარემოში, ჩვენ ბრძოლის გარემოში ვართ, ხო, რეალურად. საერთოდ მე ვთვლი რომ საარჩევნო კი არა, რაღაც საერთო ბრძოლის სტრატეგია უნდა ყოფილიყო მთავარი, რომელიც ნებისმიერ პარტიას უნდა ალიანსს უნდა მოიტანა. ბრძოლის რაღაცა ახალი ფორმები, ესე უყურებთ ჩვენ. მე ვფიქრობ, რომ ეხლა მე რო ნაციონალურ მოძრაობაში უფლებამოსილება მქონდეს, ამას გავაკეთებდი, რომ ნაციონალური მოძრაობის გაძლიერება, მისი ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზაცია, პარტიული სტრუქტურების გაძლიერება და მე, როდესაც კონკრეტულ რაღაც კონდიციამდე მივალთ, მე ყველა ისედაც ვილაპარაკებთ იმაზე, ხო, ვინ რა კომბინაცია და რანაირად უნდა იყოს, მაგრამ არ გამოვა ისე, რომ ყველას ნაციონალური მოძრაობის ჩაწეხვა უნდოდეს, ნაციონალური მოძრაობის რესურსი უნდოდეს, მიშას რეიტინგი უნდოდეს, მიშას ამომრჩეველი უნდოდეს, მიშას ადამიანური რესურსი უნდოდეს, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობას მაინც კეთროვნად თვლიდეს და ნაციონალურ მოძრაობას მაინც თვლიდეს, რომ რაღაცა დეკორაცია არის სადღაც. არ გამოვა ეს. ან თქვენ არ მიგაჩნიათ, რომ ნაციონალური მოძრაობა თავისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის გამო რაღაც დაზიანებულია თავისი რენომით? მე ესე არ ვუყურებ, უკეთ რა მე ნაციონალურ მოძრაობას ხოთაშორის მოვიდი, ნაციონალური მოძრაობა წაგებული ქონდა არჩევნები. ერთ კვირაში გავხდი და წააგეს არჩევნები. ქონია მანამდე კი, ზუსტად ერთ კვირაში გავხდი და რატო? და ჩემი ბევრი ნაციონალური მოძრაობა რო ნახოთ, ეხა 80%-ზე მეტი არის აბსოლუტურად სხვა ადამიანი, ვინც რეგიონებში როგორ აღიქვამს ხალხი ნაციონალური მოძრაობის ფაქტორს, ალიანს, ოპოზიციას, რა აინტერესებთ მათ ყველაზე მეტად? გადავიდეთ ახლა ამ საკითხზე. ამას ამოწურა და კი, ნაციონალური მოძრაობის ის 9 წლიანი რაც შექმნა რუსულმა რეჟიმმა, აი ეს შავი ნარატივი, ხო, და დეზინფორმაცია, რაც იმუშავა, მე ვფიქრობ, რომ 14 წელი კი დაჭირდა ამ ქვეყანას ამის გასაცნობიერებლად, მაგრამ ბევრი მათ შორის დღეს ხვდება იმას, რეალურად ვინ იყო ნაციონალური მოძრაობა, რა გააკეთა ნაციონალურ მოძრაობამ. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილმა პირველ რიგში და რა თქმა უნდა, ახლა ეს გამოწვევები ნაციონალურ მოძრაობას რაღაცა კიდე აქვს, მაგრამ ნაციონალური მოძრაობას კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 14 წლის განმავლობაში ის პარტია, რომელმაც გაძლო მიუხედავად რეპრესიებისა, რომლის ლიდერიც ციხეშია და ნომერ პირველი მტერია ბიძინა ივანიშვილისთვის და რომელსაც ყველაზე მეტი ამორჩეველი ყავს დღეს რა რეგიონებში მე საერთოდ მგონია რომ პოლიტიკური კლასის დიდი ნაწილი საერთოდ ვერ ხვდება რეგიონებში რა ხდება ვერ ხვდება იმიტომ რომ მე ხარ რეგიონიდან ვარ და ვიქაური ვარ და იქ ხშირად მიწევს და ამბავი და რაღაც არა ჩვენ რეგიონებში აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია გვაქვს. რეგიონებში საერთოდ არანაირი სხვა, აი თუნდაც ამ რეგიონებში საერთოდ არანაირი სხვა ოპოზიციური პარტია არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ქართული ეცნება ნაციონალური მოძრაობა. ბიძინა და მიშა აქამდე დადის ყველაფერი, ეს ერთი. მეორე. რეგიონებში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა. თეა. რეგიონებში ოჯახს ვერ ნახავთ. ყოველი მეორე თუ არა მეორე მესამე ოჯახიდან მაინც წასულები არიან ემიგრაციაში. რეგიონებში არის უდიდესი შიში და დღეს ნებისმიერი ოპოზიციური გაერთიანების მთავარი გამოწვევა უნდა იყოს თეა როგორ შეძლოს რომ ადამიანებს ეს შიში გადაალახინოს. დღეს გამოწვევა ის კი არ არის რომ ჩვენ ვიღაცა ყოს დასარწმუნებელი კიდე დამატებით რომ ეს ხელისუფლება ცუდია. ყველა მიცის რომ რეჟიმია. ყველამ ძალიან კარგად იცის, მაგრამ შიში არის მთავარი მოკავშირე, რომელიც ეხმარება რეჟიმს იმაში რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. და მთავარი გამოწვევა ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის, ნებისმიერი ლიდერის, ნებისმიერი ოპოზიციური ალიანსის. აი ეს კი არა რომ თბილისში იჯდნენ და თბილისიდან ეს ელაპარაკონ და პრესკონფერენციებით ელაპარაკონ. კიდევ ვიძახი, ჩემი დიდი პატივისცემა, მაგრამ პრესკონფერენციებით მოგებული არჩევნების მე არ მჯერა. ველზე თუ ხალხი არ გნახულობს, ველზე მაგათთან ერთად თუ არ აი გავალთო ახლა 26 მაისისთვის იწყებენ საყოველთაო მობილიზაციას. როგორ უყურებთ თქვენ 26 მაისს გადავიდეთ ჩვენ ხარ შეჭერთ 26 მაისს ნებისმიერ შეკრებას. ეს ლევან ხაბეიშვილმა მაგალითად გააკრიტიკა ეს რომ არა ხო ლევანის პოზიციაც ძალიან გასაგები იყო უბრალოდ მე ხა მაქსიმალურად ვცდილობ კიდე რომ რაღაც
ესე რომ ვიხუმრო საბოლოოდ მე არ დამრალდეს ალიანსის დაშლა, მაქსიმალურად ვცდილობ კიდე რომ ესე არ გამოხატო ყველაფერი, რასაც გულწრფელად ფიქრობ ამ ყველაფერში, გულწრფელი რომ ვიყო. იმიტომ რომ კი, ლევანის მე ვეთახმები მაგაცხადებაში, ანუ ის კი არა რომ რაღაცას 10-ში დავიწყებთ და 26-მდე ვივლით და 26-ში დიდი შეკრება იქნება და მე გავჩერდებით ყველა ერთად. არა. ასე არა. ყოველდღიური ჩვენი რუტინა უნდა იყოს ხალხთან ურთიერთობა, ხალხთან სიარული, კამერების გარეშე ხალხთან სიარული. ის კი არა მივედი ფოტო გადავიღე, კაც სინქრონი ჩავწერე და მორჩა უკვე წამოვედი. ამას ყველაზე კარგად გრძნობენ საქართველოს მოქალაქეები. არა. უნდა ყოველდღიური ჩვენი мотиваცია უნდა დავუბრუნოთ. ჩვენ მიშამ დაწერა ძალიან კარგად ლევანზე, ლევანის ციხეში, იმიტომ არის რომ ხალხს იმედი დაუბრუნა გამარჯვების. ჩვენ мотиваცია და იმედი უნდა დაუბრუნოთ და როგორ დაბრუნდება мотиваცია და იმედი, თია? იცი ისე კი არა რომ პრესკონფერენციებით რო ელაპარაკები, როცა მიხვალ და ხელს როცა მიხვალ და ეტყვი, რომ მე შენთან ვარ და რეჟიმი შენ ვერ შეგაშინებს, იმიტომ რომ მე მოვალ და მე დაგიცავ. აი მიხელ სააკაშვილს მე ამას გააკეთა თავის და ნუ დავუკარგავ. ბატონო და მათ შორის შედეგიც ქონდა, ანუ არაფერს ის არაფერია. არ უკარგავთ, მე სულ მიყურს ხოლმე რომ აი რაღაცა ისე ხდება ხოლმე არ გაუფორმა. სხვათა შორის ნაციონალური მოძრაობიდან. მინდა გითხრა, ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენდა მაშინ. მელია რომ მოიგო გდანშიც მათ შორის და კიდე ისა ამიტომაც ესეც ის არის თუმცა რა თქმა უნდა ანუ იმას კი არ ვიძახ რომ მელიას ასე არ უქნია და ის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია ამ მიმართულებით და მე არ ვადარებ თეა ბევრისგან განსხვავებით პოლიტიკურ პატიმრებს ერთმანეთს არ ვადარებ იმას პოლიტიკურ პატიმრების წონას ერთმანეთს და პოლიტიკურ პატიმრებს ვინ რამდენი იარა და ასე შემდეგ, ხო? თუმცა მიხელ სააკაშვილს ახლა რა მე მგონი საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობისთვის აქვს ხელი ჩამორთმეული და მისი ტემპი ვიცოდით ყველა, ხო? რა უნდა იყოს პეტერ მადიარზე ვსაუბრობდით და პეტერ მადიარის გზა ზუსტად სააკაშვილის გზა იყო ახლა რეალურად. და ეხლაც, აი ეხლაც რო უკვირთ ხოლმე რომ აი რატო წერს, აი მე მესმოდა ხოლმე რამაც ყველაზე ძალიან ამ პროცესში გულწრფელი რო ვიყო გამაღიზიანა, იმიტომ კი არა რომ ჩემი პარტიის ლიდერია, იმიტომ კი არა რომ ისტორიული ფიგურა და მე პატივს ვცემ და მიყვარს. არა, ძალიან ობიექტური რო ვიყო. თუ მიშას არ აქვს უფლება, რომ შენიშვნები მოგწეს, თუ მიშას არ აქვს უფლება, რომ რეკომენდაციები მოგწეს, თუ მიშას არ აქვს უფლება, რომ პოსტი წეროს, მაშინ ვისა აქვს ამ ქვეყანაში მაგის უფლება უკაცრავად? ამიტომაც თავარი ჩვენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სულ ესე ვიყავით მოტივირებული, ეხლაც ესე ვიქნებით, ჩვენ ყველაფერს ვიზამთ, რომ ნებისმიერი ერთიანობა შენარჩუნდეს, იმიტომ რომ ჩვენთვის თავარი არის ბრძოლა, ამ ბრძოლაში ჩვენ ვიყავით ყოველთვის პირველ ხაზზე, მაშინაც, როდესაც რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში დანაზგვირტყავდნენ ზუგში და ვიქნებით ბოლომდე ინციდენტი ამოწურია, რა შეგიძლიათ? ვიცით რა, მე ასე არ ვიტყოდი, იმიტომ რომ ამ ყველაფრის შემხედვარი შეიძლება ხო ეხლა ამოიწურა და ხვალ კიდე რაღაცა იყოს, მაგრამ მე იმედი მაქვს რომ ყოველ შემთხვევაში აი ეს პროცესი რამ უნდა დაეხმარება ყველამ უნდა გაიგოს ერთი პირველ რიგში რომ ლიდერებს აქვთ პასუხისმგებლობა რომ რაღაც საკითხებზე მათ შორის პიროვნულ საკითხებზე უფრო წინ დააყენონ საქართველოს მოქალაქეების ინტერესი და მე იმედი მაქვს რომ ალიანს აი ეს გამოცდილება აი ეს ბოლო გამოცდილება ხა დაეხმარება ზუსტად ამის გაცნობიერებაში რომ მთავარი საკითხები არის ეს ბრძოლა მთავარი საკითხი არის საქართველოს მოქალაქეების ინტერესი და არა სააკაშვილის პოსტების რევიზია